სპეციალობით. მოგვიანებით ასევე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ისწავლა სახელმწიფო მმართველობა და შემდეგ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაშიც მიიღო განათლება. ჯაფარიძის ბიოგრაფიაში მთავარ ეპიზოდად გამოყოფილია ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის დაფუძნება 2016 წელს. 4 წელში შიდა განხეთქილების გამო გირჩი ორად გაიყო, მაშინ ჯაფარიძე მომხრეებს უთხრა, რომ მასთან დარჩა მეტი თავისუფლება. პარტიის გაყოფამდე სახელსა და გვარს შორის პასპორტში გაჩნდა გირჩი. თუ ჯაფარიძეს დაგუგლავთ, აუცილებლად იპოვით ბევრ თამამ და ზოგჯერ პროვოკაციულ პერფორმანსსაც მისი მონაწილეობით. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მომენტი იყო ოკუპანტებისთვის საოკუპაციო ხაზთან საჯდო მისჩვენება, რასაც მისი ოპონენტები ხშირად მის წინააღმდეგ იყენებენ. ჯაფარიძე იყო საქართველოში მარიხუანის ლეგალიზაციის მთავარი ინიციატორი, ამის ნიშნად პარტიის ოფისში დარგეს მარიხუანაც. მანამდე ჯაფარიძე იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი. საინტერესოა, რომ 2013 წელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მას საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატად განიხილავდა, მაგრამ საბოლოოდ წარადგინეს დავით ბაქრაძე. მოგვიანებით პარტიის სხვა მიზეზით დატოვების შემდეგ 2018 წელს ჯაფარიძემ საკუთარი კანდიდატურა პრეზიდენტის რანგში გირჩის სახელით წარადგინა და პორნო საიტზე განათავსა პოლიტიკური რეკლამა. მიზეზად მცირე ბიუჯეტის ეფექტურად ხარჯვა დასახელდა. ამჯერად როგორც კოალიცია ცვლილებისთვის წევს დაფინანსებასთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვს, მაგრამ მის ისევე როგორც სხვა ოპოზიციონერების წინაშე ბევრი სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევა. ზურა ჯაფარიძე ამ გამოწვევებზე სასაუბროდ ფორმულა სტუდიაში მოვიდა და ხალხის კითხვებს უპასუხებს. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. რამე შენიშვნა ხომ არა გაქვთ თქვენს ბიოგრაფიაში? არა ხო? არა. როგორ გძნობთ თავს, გუშინ სხვათა შორის როცა მე და ელისო ვიყავით რუსთაველზე გადაღებაზე და ვწერდით კითხვებს თქვენთვის, თქვენ ასევე იყავით პარლამენტთან. ეხაც იქიდან მოვდგა. როგორი განწყობაა დღეს? თუ არ ყოველდღე ვცდილობ გავიდე. დღეს მეტი ხალხი იყო, რა განწყობა იყო და ბიძინა ივანიშვილის მიმართ სურვილებს ვაგროვებთ და თქვენ ხომ არ გაქვთ ამ გამორჩეული სურვილი? რა ბანერებსაც თვალი მოვყარი, ძირითად წყევლები იყო. ბოლო ჯერ მოგველოცოს იყო. ჭარბობს შავი ბუშტები, კუბო, ფიტულების დაწვა. თქვენ დაგაჯარიმეს არ უყვარს იმ ხალხს, ვინც რუსთაველზეა, მაინც და მაინც ბიძინა და რუსები. მე დღეს მომიტანეს თორე ჯარიმა რაღაცა ძველი არის ხო? ან მანამდე მოიტანეს, ჩემმა ცოლმა არ ჩაიბარა და ეხა პოსტას გამოუტანეს. ბატონო ზურა, ეს ჯარიმების აი ეს მართლა გახშირებული სტატისტიკა, რასაც უყურებთ, ხო? მოქმედებს პროტესტის მუხტზე, როგორ ფიქრობთ? ჩემი აზრით კი, გადაკეტის მომენტი როცა დგება ხოლმე, იქ ჩანს ხოლმე, რომ ადამიანების რაღაც ნაწილი ერიდება, რომ თქვა პირველი გადავიდეს გზაზე. მე ძალიან სწრაფად ივსება ხოლმე, მაგრამ ნუ მე მგონი მაინც თვალში საცემია, რომ რაღაც ნაწილს ბუნებრივია ხა 500 ლარი არ არის, რაღაცა 5 ლარი ხო არ არის. ფარავს ჯარიმებს, მაგრამ ჯერჯერობით არც არის მნიშვნელოვანი, არის ის, რომ ყველამ უნდა გაასაჩიროს და ყველა მაგ ჯარიმამ უნდა გაიაროს მინიმუმ სასამართლო. რაც ერთი რო დროში გაწელავს, მეორე სასამართლოს გადატვირთავს, გვაქვს უკვე რაღაც შემთხვევები, რომ 2 და 3 ჯარიმა აქვს გამოწელი, მაგრამ ჯერჯერობით არაფერ არ გადაუხდიათ და ესე გრძელდება. ამ წუთის მდგომარეობის მე რა ინფორმაციაც მაქვს, რამდენიმე ფონდია, მათ შორის ყველაზე მეტად ჯარიმებზე, რომელიც მუშაობს, ეს Prosperity Georgia, ჯერჯერობით ამას თანხებს ფარავენ. რამდენ ხანში ეს გაგრძელდეს, რა რესურსი გაწყვეტება მას გამიჭირდება ამის პროგნოზი, მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით ეს რეალობაა. ერთი რომ დიდი ნაწილი გასაჩივრებულია და ჯერ გადახდის მომენტი არ დამდგარა და ვისაც დაუდგა, იმათ ჯერჯერობით ეს ფონდები უკრავდებიან. აპირებთ გადახდას ჯარიმის? მე ჯარიმის ზოგადად არ ვიხდი. გავასაჩივრებ ყველა შემთხვევაში, რომ საქმე მივცე სასამართლოს და მე ვნახოთ. ვიდრე ხალხის კითხვებს მოусმენდეთ, თუ უსმინეთ ბილ ბრაუდერის ინტერვიუს. ბოლო ნაწილს მოვასწარი, რაც მოვედი ხო. ივანიშვილს უნდა ეშინოდეს სანქციების, ასეთია ყოველ შემთხვევაში ანონსი ერთგვარი. თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად მძლავრად ამოქმედდება და დროში როგორ ამოქმედდება ეს ბერკეტი, რასაც რეალურად საერთაშორისო სანქციები ქვია? ნუ ერთი რასაც ყოველთვის ამბობ ხოლმე არის ის, რომ აქედან თქმა იმისა, როდის რომელი ქვეყანა დაადებს სანქციას, ვის დაადებს, რა ტიპის სანქცია იქნება,
პრაქტიკულად შეუძლებელია. რომ ამ ქვეყნების ყველასი, მათ შორის პირველში ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია არის ის, რომ ეს ქვეყნები აგროვებენ მტკიცებულებებს, მასალებს და როცა დადგება მომენტი, რომ ჩათვლიან, რომ საკმარისი აქვთ, მერე თვითონ წყვეტენ უკვე რა ტიპის სანქცია დაადონ, ვის დაადონ და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ შეიძლება ძალიანაც გვინდოდეს და ვითხოვდეთ, რომ რაღაცა სწრაფად ქენიძის, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დრო და ყოველ ქვეყანას აქვს თავისი პროცედურა. ამიტომ მაგის აქედან ერთადერთი რისიც მათ შეიძლება არის ის, რომ სანქციების თემა ეხლა არის გაცილებით უფრო აქტუალური. სტრასბურგში ვიყავი ორჯერ მომიწეზე ჩასვლა და რა მასშტაბითაც ახლა მაგაზე არის იქ საუბარი და როგორც ახსენებენ და როგორ მსჯელობენ მათ შორის სხვადასხვა ფორმებზე და რაღაცა შემოვლით გზებზე, იმიტომ რომ რაღაც კონსენსუსი არ გამოდის მაგალითად ევროკავშირის შიგნით, იმიტომ რომ სლოვაკეთი და უნგრეთი ბლოკავენ, აქამდე ეგეთი რამე არ ყოფილა. მაგრამ ძალიან გააქტიურებულია თემა. დეპუტატი თანახმაა რომ ეს კი, არა მარტო თანახმაა, არამედ იმის გამო რომ ვერ მოხერხდა წინა ევროპული საბჭოს შეხვედრაზე კონსენსუსის მიღწევა და სლოვაკეთმა და უნგრეთმა გაჭედეს, პრინციპში გადაწყვეტა მიღებული აქვს, რომ ინდივიდუალურად მიუდგენ. და ეს ჩაიწერა მათ შორის ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ არის მოწოდება ნაციონალური პარლამენტებისადმი, რომ დაადგენ იგივე გზას, რა გზაც გამოიყენა ბალტიისპირეთის სამმა ქვეყანამ და ჩეხეთმა. რაც ნიშნავს იმათ, რომ იმათმა აიღეს და ინდივიდუალურად დაუწესეს სანქციები, რომ თქვენ სხვა ქვეყნებმაც იგივე გააკეთეთ. EU25 ეძახიან, ანუ სლოვაკეთი და უნგრეთი რო გამოაკლო იმ 27-ს, EU25 ეძახიან, რომ აი EU25-ის ქვეყნებმა ეს ნაბიჯები გადაადგითო, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, თითოეულ ქვეყანას აქვს თავის რაღაც პროცედურები, თვითონ აგროვებენ ამ ინფორმაციას. ხო, ბიუროკრატია საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ თქვენ სტრასბურგში შეხვედრების დროს ხომ არ შეგექმნათ წარმოდგენა, ვინ შეიძლება იყოს ახალი ამ ქვეყნების ჩამონათვალში? ეხლა ამ შეხვედრაზე ნაკლებად, თუმცა წინაზე რო ვიყავით ჩასული, სადაც იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ყველაზე აქტიურები იყვნენ ბრიტანელები. მათი დელეგაცია ყველა, მათ შორის იქ ლიბერალ-დემოკრატებიც იყვნენ, ლეიბორისტებიც იყვნენ, კონსერვატორებიც იყვნენ, ყველა იყო ძალიან აქტიური და არა მარტო აქტიური, რაღაც თვალსაზრისით ეთყობოდა თუ გაბარაზებულებიც კი იყვნენ. მათ შორის კარგი რეზოლუცია მიიღეს მაშინ და მათ შორის უფლებამოსილება პრაქტიკულად შეუჩერეს ქართულ ოცნებას. ბრიტანელები იყვნენ ის დააყენა ცვლილება და იძახდნენ, რომ თუნდაც ამ რაღაცა შეზღუდული უფლებამოსილებითაც კი ნუ ვაძლევთ ამ უფლებამოსილებას აპრილამდეო საერთოდ გავაუქმოთ და ღამე კარგად დაგვეძინება სინდისი დამშვიდობელი ექნება. კი, ჩვენთანაც ჰქონდა მათ შორის წერილი გაუგზავნეს ჩვენი თანდასწრებით ბრიტანეთის, ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრ რაღაც ეგეთი თანამდებობა არის. თქვენი დაკვირვებით ბრიტანელების ეს გაბრაზება რამდენად არის მწვავე და იმ ხარისხის რომ მაღალი დონის სანქციები იყოს დაწესებული პირველივე კი, მე მკითხავ ხა საიდან უფრო ველოდები, ბრიტანეთთან უფრო ველოდები ხა. რა დონის სანქციებს? აი დაახლოებით რა კატეგორიას შეეხება თუ არ ვიცი, მაგრამ ბრიტანეთის მხრიდან ფასი რასაც ექნება არის ცხადია ფინანსური სანქცია. და რაც ივანიშვილის კაპიტალს თუ ვიცით სად აქვს ოფშორებში, ექნება მაგალითად გვახსოვს, რომ მაგაზე პოლიცია საბჭოს შეკრიბეს და განცხადება გააკეთებინეს კონკრეტულად ბრიტანეთზე ან ეშინეს მაგის. ხო, იმიტომ რომ ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ არის გარკვეული ოფშორული ტერიტორიები და იქ ალბათ რაღაცები აქვს და თვითონაც მაგაზე წუხს ალბათ. ნუ ალბათ დაწყებული აქვს უკვე რაღაცა წყალებში გადმოკატავება სადღაც ემირატებში ეს გახშირებული ვიზიტებიც ალბათ მაგის ნაწილია, იმიტომ რომ უცნაური ამბავი რომ ემირატებში ესენი დადიან და ესენი რო იყვნენ მე ერთ კვირაში ურბანი იყო იქ ჩასული. და ხო მარტო ეგენი მოძრაობა რაღაც სალაგებენ იქ სავარაუდოდ, მაგრამ არ გამოვიდა. ნახოთ, დაველოდოთ. მე გონი ხალხის კითხვებსაც უნდა დაუთმოთ დრო, მაგრამ კიდევ ერთი დაზუსტება. ფურცელი გავამზადეთ რომ იქნება ბევრი საკითხი, მაგრამ ბატონო ზურა, ვიდრე ხალხის კითხვას მოვუსმენთ, თქვენ როცა გუშინში აქვთ რუსთაველზე, კითხეთ ისე იუმორით, რამე კითხვა ხომ არ გაქვთ ოპოზიციასთან და თქვენი პასუხი იყო სად არიან? ეს კითხვა იუმორით იყო თუ მართლა აქვს საფუძველი? გუში ვერ ხედავდი და მაგითო თორე არა. ხოლოდ გუშინდელ დღეს ეხება? კი, გუშინ იქა ვერ ხედავდი, ვერ ნახე, ვერ დავინ მაგის გამომნეს კი არაფერი კაც სერიოზული. ანუ აქცია იქ არის სადაც უნდა იყოს? ნუ ჩემი აზრით საგარეო ფრონტზე რა თანამშრომლობის მასშტაბიც გვაქვს და დღესაც ჰქონდა შეხვედრა 4-ვე პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს და დღესაც რაღაცები გავიარეთ. ეს ხარისხი არ ჰქონდა, მაგრამ შიგნით თანამშრომლობასაც შეეხება, ბევრჯერ მithქვამს, რომ ბევრად მეტი არის ჩემს საჭირო. ისე მე პირადად არ ვიცი, შეიძლება ვერ დავაკვირდი პროცესს, მაგრამ ნიკა გვარამი არ მინახავს დიდი ხანია რუსთაველზე და ხოლმე სტრასბურგში იყო ჩემთან ერთად რუსთაველზე არის ხოლმე, მაგრამ იშვიათად არის ხოლმე სხვა რაღაცებით არის უფრო დაკავებული. რუსთაველზე მე და მელია ვართ ხოლმე და ლაკაც არის ხოლმე. მოდით მოვუსმინოთ კითხვებს და გავაგრძელოთ მე სტუდიაში საუბარი. ხო, ჩვენ ამ შემთხვევაში კოალიციის შემთხვევაში გასაგებია რომ რაღაცა გადანაწილებული გვაქვს რაღაცეები რა. არ არის აუცილებელი ყველა ლიდერი ყოველ დღე ერთ და იგივეს აკეთებდეს რა. ნახოთ რას ფიქრობს ამაზე ხალხი. ოკეი.
ყველა ერთად შეგროვილი მე ნახოს ეს ოპოზიციონერები. ერთმანეთს არ უნდა ვაგინოთ, შევ კარგო. არ გვინდა რომ აქეთ იქით მივინოთ, ხო? დადგეს ეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი. დგას, თქვა, სად არის? ჩვენი ოპოზიცია ხშირ შემთხვევაში არის ბევრისთვის მიუღებელი, ბევრისთვის არასასიამოვნო. მეც მაგრიგებში ვარ, არა ვარ მათი მომხრე, თუმცა არის ყოველთვის რომ რაღაცა პროცესებს შეიძლება მაინც რაღაცა ხელმძღვანელობა ჭირდებოდეს. ამ ეტაპზე ეს ხელმძღვანელობა არ არის, ეს ხალხი თავისით იკრიბება და ეს არის, მაგრამ ალბათ რაღაცა დოზით საჭირო არის უკვე ჩართო. ხო, დილემა არის. ერთის მხრივ არის პრობლემა, რომ ეს ხალხი არ ვიცი რამდენად არის ის, ვისაც ყველა გაყვება. მეორეს მხრივ არის პრობლემა, რომ თვითდინებით რამდენი ხანი შეიძლება რომ ეს ყველაფერი ხდებოდეს. მე არ ვთვლი ახლა რომ ოპოზიცია არაფერს არ აკეთებს. რაც შეუძლიათ აკეთებენ და აი მართლა როდემდე ვიქნებით ესე, ამასაც ვერ ხვდები, ვერც იმას ხვდები რა უნდა გავაკეთო. ძალიან ძიმე მდგომარეობა. გაერთიანებული პლატფორმით როდის აპირებენ რომ ესე ვთქვათ დარტყმა მიაყენონ ამ რეჟიმს. აქ უნდა დადგეს ის არჩევანი, რომელიც დაახლოებით 2012-ში იყო, ხო? ყველა ერთის წინააღმდეგ, იმიტომ რომ სხვანაირად ყოველ შემთხვევაში ახლო პერიოდში გაგვიჭირდება რომ გადავტეხოთ ეს რეჟიმი. რაღაც ერთმანეთის არ მოწონთ გასაგებია. ჩვენც ბევრი რამე არ მოგწონს, მაგრამ დგევართ, აი ორი თვეა, აქ ავართ მესამე თვეა. გაერთიანებაში ვის გულისხმობთ? აი საერთოდ ყველას? ვინც კი თulis რომ ეს მთავრობა არალეგიტიმურია, ქურდია, დესპოტია, რა ვიცი ხო, ნუ ყველა საშინელება გაგვყიდეს თავის მიწიან, ქვეყნიან, ხალხიანად, ყველა ოცნების წინააღმდეგ. აქ ძალიან ბევრი ხალხია, იცით, აი რომ დგას და ვაპროტესტებს. ამიტომ თვითონაც იკადრონ და დადგნენ ერთად. ერთი მიზანი. ისე ოცნებას რომ გაერთიანდეს ოპოზიციას რომ აჯობებს, კარგი იქნება. გადმოვიდეს აბარა. აი ეს იქნება ძალიან მაგარი. განკოცდნენ და კი თუ აი ეს იქნება ძალიან მაგარი. და ვაპატიებთ ყველა იმას, რაც გაგვიკეთეს. გვაინტერესებს რა არის შენი მოქმედების გეგმა, ვამბობ შენი, იმიტომ რომ აი ეს განწყობა რაც ახლა ხდება, შენობითი უნდა იყოს, თუ გინდა რომ ხალხის პოლიტიკოსი გახდე. ამიტომ ვამბობ შენი განწყობა რა არის გეგმა, კონკრეტული გეგმა რა გაქვთ, რა არის გამოსავალი. აქვს შანსი რომ აი როგორც ახსენეთ, სახალხო ლიდერი ესეთი ტიპის პოლიტიკოსი. ყველას აქვს შანსი, უბრალოდ უნდა იცოდენ რა ენაზე ელაპარაკონ ხალხს. ყველას აქვს შანსი აბსოლუტურად. ვისაც არაფერი კრიმინალური დანაშაული არ აქვს, ან კორუფციაში არ არის გარეული, ყველას აქვს შანსი. ზურა ასეთია, თქვენი აზრით. სავარაუდოდ მე არ ვიცი, არ ფლობ ინფორმაციას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე არ მსმენია არაფერი. ყველას აქვს შანსი, თუ ისწავლიან ხალხთან ლაპარაკს. ყველა ამორჩეულმა უნდა დაინახოს თავისთავი იმ პოლიტიკოსში. ეს ამ წუთას არ ხდება, არც ერთ პოლიტიკოსში არ ხდება. არ არის კომუნიკაცია ამ მომრჩეველთან, ისეთი როგორც უნდა იყოს. რის ბრალია ეს? გამოცდილობა. ხმა მივეცი ზურას. რატომაც ავირჩიე 4 ნომერი, იმიტომ რომ ზურას მივეცი ხმა. გაამართლა? კი, ზურამ კი. ჯერა რომ რაღაცა უფრო მეტი ლიდერობის პოტენციალი აქვს. მინდა რომ სულ მიკროფონის ქვეშ იყოს და იმიტომ რომ მას შეუძლია ეს აქვს რაღაცნაირი ძალა ამ ყველაფრის, რომ ხალხის მასები კარგად მართოს და მე მგონია რომ ძალიან კარგი ლიდერი იქნება. და ეს მინდა რომ მეტი ლიდერობისკენ მოვუწოდო მას. თუ ჩვენ გვჭირდება რომ ადამიანები გადმოვიბიროთ და სწორ მხარეს დავაყენოთ, გვჭირდება რომ არგუმენტები მოისმინონ. ის გავიგე ხა, რასაც ჩვენ აქ ვაკეთებთ, ამბობს ხალხი და ასე შემდეგ, ეს გასაგებია. როგორები არიან ისინი, ესეც გასაგებია უკვე, რომ არც მორალი აქვს, არც აი საერთოდ აღარაფერი აღარ დარჩა, მაგრამ ჭირდება ჯანსაღი პოლიტიკური დებატები. ხალხს აქვს ლიდერის მოთხოვნა ოპოზიციური პარტიებიდან და ზურა არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანდიდატი, რომელსაც შეუძლია გარკვეული შეძახილებისგან, მოქმედებებისგან მოუწოდოს ხალხს და ზუსტად მეტი პოლიტიკური აქტივობა. რატომ არ აკეთებს ახლა? ეს კითხვა მას უნდა დავუსვათ, მე ვერ გეტყვით. თუმცა ეს მოლოდინი თავიდანვე მქონდა ზურასგან ჯერ კიდევ თვეების წინ და პირობითად როდესაც გარკვეულ არჩევანს ვაკეთებ. შეიძლება მე მართლა ის სამი თანამოაზრე ვინც ყავს პარტიაში არ მემხრობოდე მაგათ და არ ვუჭერდე მხარს, მაგრამ საბოლოოდ მათი გაერთიანებით საკმაოდ დიდი მასა მივიღეთ. და ისეთი მასა, რომელსაც
გაუყალბებელი არჩევნების შემთხვევაში შეეძლო გაემარჯვებინა. გაერთიანებული როცა იყო გირჩის მომხრე ვიყავი და ეხლა რო გაიყო შუაზე მეც გაყოფილი ვარ და არ ვიცი ვის დაუჭირო მხარე და მე იმას ვიტყოდი რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არ ამ პოლიტიკურ სივრცეში რომ უფრო მეტი საერთო გამოვნახოთ ჩვენ ოპოზიციაში და ვეცადოთ ახალი ძალა შექმნათ რომელიც არ იქნება ნაცი ქოცი აი კოცების დამარცხება იქნება რომ ცოტა სხვა ძალების წამოწემა შეგეძლო რომელიც ამ რაღაცა ორ დილემაში არ ვართ გაჭედილები და აი ერთს ვეტყოდი რომ კარგი იქნება თუ დაალაგებს მეორე გირჩთან ურთიერთობას ან რაღაცა საერთოს გამონახავს და აღარ გაგვიჭირდება გავარჩეთ რომ მოგიზერეს შეიძლება პირად დონეზე რაღაცაზე ვერ შერიგდეთ მაგრამ როდესაც ქვეყნისთვის აკეთებს საქმეს უნდა გადადო შენი პირადი წყენები და პირადი ცუდი ურთიერთობები და ეცადო რომ საერთო ენა გამონახო გამომდინარე იქიდან რომ ზურამ მემარჯვენი არის იდეოლოგიურად მისი პარტია და ზოგადად მათი კოალიცია შესაბამისად ძალიან საინტერესო იქნება მემარცხენე ოპონენტ ძალას რა მომავალს უსურვებენ და რა მომავალს უწინასწარმეტყველებენ, იმიტომ რომ ჩვენში ეს მკაფიოდ გამოხატული მემარცხენე ძალები არ ყოფილან აქამდე ასე ვთქვათ ქართულ პოლიტიკურ ელიტაში. ყველა სტუმარს ამას ვეტყვით ხოლმე, რომ წინასწარ არავინ არ შეგვირჩევია, შემთხვევითობის პრინციპით ჩავწერეთ ყველა, ვისმენთ ზომიერ კრიტიკასაც, გარკვეულ სურვილებსაც ხედავდით, რომ ინიშნავდით და რას გამოარჩევთ, რომლით დაიწყებთ პასუხს. ну თავიდან რადგან იყო საუბარი რამდენიმე ადამიანმა ისაუბრა ერთობაზე ვიცი 2022 წლის აპრილიდან მაგაზე ვლაპარაკობ და მაშინ წინასაარჩევნო თეგამბავი არ გამოვიდა თუმცა რაც გამოვიდა იმანაც გაიმარჯვა ამ 4 პოლიტიკურ რაღაცა პოლუსად დალაგებამაც გაიმარჯვა მაგრამ ეხლა ამ რეალობაში როცა არჩევნები პრაქტიკულად აღარ გვაქვს მე უბრალოდ მიზეზს და არგუმენტს ვერ ხედავ იმისა თუ როგორ შეიძლება რატო შეიძლება ყველა ერთად არ დავდგეთ მეტიც ანუ მე მჯერა რომ თუ უცხოელებად როცა ვამბობთ რომ ჩვენ რუსეთს ვებრძვით ერთადერთი გზა არის რომ მაგით უნდა დაიწყო რომ ჯერ საჭირო არის ძალების კონსოლიდაცია თუ ვერავის ვერ დააჯერებ ვერც ქვეყნის შიგით ვერც ქვეყნის გარეთ რომ შენ ცალკე დაამარცხებ რუსეთს გარეთ მით უმეტეს იმიტომ რომ გარეთ როდესაც ჩვენ მეგობრებს ველაპარაკებით ჩვენ ხო იმათ არ ვეუბნებით რომ რაღაც ეს არის რაღაცა მარტო საქართველოსთვის ბრძოლა ხო იმათ ველაპარაკები უხსნით ისეთ არგუმენტებს რაც მათთვისაც უნდა გახდეს საინტერესო რატომაც უნდა დაგვეხმარო ხო ამიტომ მაც უხსნით მათ რომ რუსთაველზე არ წყდება მარტო საქართველოს ამბავი რუსთაველზე წყდება სომხეთის ამბავი შავი ზღვის უსაფრთხოების ამბავი ბევრჯერ ვილაპარაკე ამაზე ცენტრალური აზიის ქვეყნების გასვლა ევროპაზე და დასავლეთის შესვლა ცენტრალურ აზიაში და ასე შემდეგ რომ აქ არის მათი ინტერესი რომ საბოლოო ჯამში ეს ევროპის მომავალი და ევროპის უსაფრთხოების საკითხი არის ამას ყველაფერს წინააღმდეგება რუსეთი ამიტომ ხო და ანუ მე იქიდან მარტივი კითხვა მოდის რომ თუ რუსეთს ებრძვით მაშინ რა გჭირთ ან აქ მატყუებ როცა მეუბნები რომ რუსეთს ებრძვი ან რა ვიცი მიამიტები ხართ ან სულელები ხართ რომ ვერ ხვდებით რომ მაშინ ერთად უნდა იყოთ თუ რუსეთს ებრძვით ხო ამაზე რამდენიმე დღის წინ დავწერე ჩემს თავარი პრობლემა არის ნდობის ნაკლებობა რაღაც თვალსაზრისით ძალიან მახსენებს ეს რეალობა 90-იანებს როცა აი ეროვნული მოძრაობა რო იყო და ყველას რო სუკის აგენტს ეძახდა რაღაცა მსგავს მან კი ერთ წრეში ვართ ეხლაც ანუ იმის გამო რომ ნდობა არ არის ამის გამო კომუნიკაცია არ არის საკმარისი და თუ არ არის საკმარისი კომუნიკაცია ნდობაც ვერ ჩდება და ვართ რაღაცა მან კი ერთ წრეზე ნდობა არ არის ვის შორის ყველას გულისხმობთ თუ გამოარჩევთ პოლიტიკურ ლიდერებს შორის არ მე არავის არ დავასახელებ ჩემი მიზანი ხო არ არის ხარო ჩემი მიზანია რომ საბოლოო ჯამში ეს ერთობა შედგეს იმიტომ მე მგონია რომ მაგის გარეშე ვერ გადავრჩებით ეს ქვეყანაც ვერ გადავრჩებით გულისხმობს იმას რომ ეს ქვეყანა არ გარუხდება მაგის მემჯერა უბრალოდ შეიძლება ამ ბრძოლაში ამ კონკრეტულ ბრძოლაში ხა დავმარცხდა და იქიდან მე მოტრიალდება ზაგვიჟდეს გაცლებით უფრო ძიმეთ ძვირი თუ რაღაცა მაღალი ფასი ამიტომ ეს ბრძოლა რო არ წავაგოთ ეხლა კონკრეტულად ამისთვის გონია რომ მნიშვნელოვანია ძალების კონსოლიდაცია ბევრი თვალსაზრისით ეს გონია რომ თუმცა განსხვავებულად ხედავს ამ ყველაფერს მაგალითად გახარია რომელიც ჩვენი წინა გადაცემის სტუმარი იყო და როცა გავდივართ მე და ელისო მართლა ხალხის აზრის გამოსაკითხად რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან ყველა
გვეუბნება, რომ მათი ხედვით გამარჯვების ფორმულა არის ყველა ოცნების წინააღმდეგ, მაგრამ ყველას აქვს საყვედური გახარიასთან. მე მელაპარაკებიან რუსთაველზე, რომოდენ ადამიანები ერთადერთი რაზეც მელაპარაკებიან არის ეგ. და გამოსწორებს თქვენ კონკრეტული მოლოდინიც აქვთ, ხედავენ რომ შეგიძლიათ იყოთ ამ პროცესის ლიდერი. აი თქვენ რისთვის ხართ მზად, რა პასუხისმგებლობა შეგიძლიათ აიღოთ, თუნდაც რადგან მრავალი წელია თქვენს ახსენეთ, ერთობის მომხრე ხართ, წინა საარჩევნოდაც იყავით ამ დიდი ერთობის მომხრე. აი ახლა რა შეგიძლიათ ამისთვის გააკეთოთ? ჩემი საქმე რაც არის ამ ადამიანთან ურთიერთობა და კომუნიკაცია, რასაც ვაკეთებ ძალიან ბევრი ხანია და არგუმენტების მოყვანა და ახსნა და ჩვენება იმისა, რომ სხვანაირად უბრალოდ ვერ გადავრჩებით. და მე იმას ვერ ვიტყვი, რომ რაღაცა ან არგუმენტები არ ესმით, ან რა თუნდაც განსხვავებული ხედვა აქვს იმასთან დაკავშირებით, საით მიექანება ეს ქვეყანა. არა, რაღაცნაირად მან თითქოს ერთ პეიჯზე ვართ, ერთ გვერდზე ვართ ყველა და ერთნაირად უყურებთ, მაგრამ პრობლემა არის ნდობის ამბავი რა. ჩემთან ელისო მახსენე რომ თქვენ საზოგადოება ყოველ შემთხვევაში ჩვენი რესპონდენტები ხედავენ ლიდერად კი არ ხედავენ მოითხოვენ თქვენს ხომ მოისმინეთ სინქრონი კომენტარი სადაც არაერთი რესპონდენტი ამბობდა რომ თქვენ მოგცათ ხმა 4 ნომრის ქვეშ და ახლა თქვენგან ითხოვენ ლიდერობას ინიციატივას პირდაპირ გითხეს რომ მიკროფონთან გვინდა სულ რომ ხედავდეთ რაღაცა ინიციატივა აიღოსო რატომ ვერ დაარწმუნეთ გახარია თუნდაც თქვენ მასთან კომუნიკაცია გქონდათ რომ ეხლა ნამდვილად არის ეს ფორმულა გამარჯვებისთვის აუცილებელი ყველა ოცნების წინააღმდეგ. ხო, ლიდერობასაც შეეხება ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსის ან პოლიტიკური ლიდერის ხარდამჭერები რომ ჩაწეროთ, იგივეს გეტყვიან იმ ლიდერთან მიმართებაში, რომელსაც ისინი უჭერენ ხარს, ამიტომ მე მესმის რომ ჩემი ხარდამჭერების წარმოადგენაში ეგეთ წარმოდგენები არსებობს რომ მე რაღაცა მე შემილია რაღაცა არ ვიცი ავიღო რაღაცა ყველაფერზე პასუხისმგებლობა და ყოვლის შემძლე ხარ რეალობა არის ის რაც არის აქეთა ოპოზიციური ველი არის მეტნაკლებად ფრაგმენტირებული არსებობს 4 პოლიტიკური ჯგუფი რომელმაც ჯამში 26 ოქტომბერს მოიგო ეს არჩევნები ამ პოლიტიკურ ჯგუფებს ყავს სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერები ყველას აქვს გარკვეული მხარდაჭერა საჭირო არის ყველა ამ მხარდაჭერის შეკრება გამორიცხული ამბავია რომ ამ 4 პოლიტიკური ჯგუფიდან ახლა ვიღაცა ერთი გამოიკვეთოს რაღაცა ლიდერი და იმან ჩაიბას და რაღაცა იმას გაყვეს ყველა. ეგ არის შეუძლებელი ამბავი. როგორც ჩემ დამი პოზიტიურად არის განწყობილი ჩემი მხარდამჭერები, ისე პოზიტიურად არის განწყობილი ვიღაცების სხვა პოლიტიკური ლიდერებისადმი. ეს ყველაფერი არის შესაკრები. და მე არის რაღაცები გასაკეთებელი. მე შეიძლება ისეთი რაღაცების გაკეთება, რასაც ახლა ვერ აკეთებ და მათ შორის ეს წუხილი რომელიც ჩანდა რომ არ ჩანან ოპოზიციური პარტიები, ეგ წუხილი მაქედან მოდის. არ ჩანან ოპოზიციური პარტიები, იმიტომ რომ ცალკე არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ აქვს იმის ძალა რომ რაღაცა ნაბიჯები გადადგას და მაგას ხალხი გაყვეს და თუ იქნება ჯამში კონსოლიდაცია ძალების და ხალხი დაინახავს ყველა მოძრაობს ერთი მიზნისკენ და ყველა ერთი და იგივე რაღაცას ლაპარაკობს და ერთი იგივე რაღაცას აკეთებს ეს რამდენჯერაც დავდეთ იმდენჯერ დავდეთ წარმატება ეს დავდეთ შარშანწინ გაზაფხულზე როდესაც ყველა პოლიტიკური ჯგუფი და მთელი სამოქალაქო სექტორი და ყველა დასავლელი პარტნიორი იძახდა რომ ეს არის რუსული კანონი და მის მიღება არ შევა და მაშინ წაიღეს ეს რუსული კანონიდან საგარეო ფრონტზე რო ვიძახე რომ თანამშრომლობა არსებობს საგარეო ფრონტზე ევროპარლამენტში იქნებოდა ახლა თუ საპარლამენტო ასამბლეა ევროსაბჭოში ყველგან შედეგი დავდეთ იმიტომ რომ ერთი ხმით ლაპარაკობთ ყველა იქ და ისინი რო ხედავენ მათ შორის გახარიათ საგარეო ფრონტზე მაგრამ აი შიდა პოლიტიკას რომ დაუბრუნდეთ რატომ ვერ არწმუნებთ გახარიას რა არის თქვენთვის მთავარი დაბრკოლება ნუ მისი არგუმენტი რაც არის ეს სწორედ ნდობის არგუმენტია არა აქეთ მხარეს სხვა პოლიტიკური ძალების ნდობა შესაბამისად მისთვის რაღაც მაგნაბიჯის გადადგა რომ რაღაცა საერთო იმის ნაწილი გახდეს შეიცავს რაღაცა რისკებს რაც ახლა ვერ იტყვი რომ რაღაცა სრულად ირაციონალური არგუმენტია ნაწილობრივ გესმით ანუ იზიარებთ ნუ აქედანაც არის იგივე დამოკიდებულება გახარიასთან მიმართ მაგრამ თან ხომ ამბობთ რომ რაღაცა ისეთი პერიოდია ქვეყანაში რომ და სამხრივის და 4-ის და რაღაცა თქვენ ახსენეთ 4 პოლიტიკური ჯგუფი ხო მესმის რომ ბარიერ გადალახულ პარტიებზე და პოლიტიკურ ძალებზე საუბრობთ მაგრამ რაღაცა უფრო დიდ ერთობას გულისხმობს თუ არ ვწდები ამომრჩეველი მოქალაქეები ვინც ჩავწერეთ მათ შორის გირჩიც ახსენეს აი მე მგონი ეს კითხვაც არ უნდა დავტოვოთ უპასუხოთ ერთგვარ შერიგებაზე იყო ლაპარაკი აი აქ თუ არის ისეთი ნდობის კრიზისი რომელიც ვერ აღდგება მე არა მაქვს რაღაცა პირადი ამბები და რაღაცები არავისთან კირჩის გარდა არის კიდე არაერთი სხვა ვისაც ჩემდამი რაღაცა
თბილად ვთქვათ ნეგატიური დამოკიდებულება ეგ ხო არ არის სინამდვილეში ფაქტორები, მაგრამ კი ნდობის პრობლემა არსებობს იქიდან გამომდინარე რა პოლიტიკური ნაბიჯებიც ამ ხალხმა გადადგა უკანასკნელი წლების განმავლობაში. ბევრი რაღაცების ჩამოთვლება შემიძლია, მაგრამ მაგას ახლა შინაარსი არ აქვს. მაგრამ მე მაგის პრობლემაც არ მაქვს. ანუ დიდი ერთობა თუ იქნება, მათ შორის ესეთ ფორმატის მოფიქრება შეიძლება, სადაც შეიძლება ნებისმიერს კონდეს საშუალება რაღაცას ჩაერთოს. ნებისმიერს. გინდა გირჩი იყოს, გინდა ვინც გინდა ის იყოს, მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ქართული ოცნება შემოგვიერთდესო ერთ-ერთი მონაწილე ამბობდა აქციაში. ანუ დაახლოებით ეგეთივე ზღაპარი როგორც იქითა გირჩი შემოერთება, მაგრამ ოკეი, მაგ ეგ არ არის. ტოლობის ნიშანი შეიძლება დაისვა სამორძალოს შორის. ანუ უფრო ახლოს არიან თანამშრომლობდნენ და უშუალოდ არჩევნების წინა დღეებში ძიზახდნენ რომ არ გამორიცხავდნენ ქართულ ოცნებას თანამშრომლობას და მანამდე კიდე რაღაც ნაბიჯები გადადგეს არაერთხელ, როდესაც რაღაცა ლეგიტიმაციას აძლევდნენ ქართულ ოცნებას და ის რომ ნორმალიზებას ახდენდნენ შექმნილი სიტუაციის და რაღაცა დემოკრატიის სურათს ხატავდნენ მთელი წლების განმავლობაში, როცა ივანიშვილი და რუსები ახდენდნენ ძალაუფლების კონსოლიდაციას, ეს არის ფაქტი. ხო და ნუ ხო მაგის გამო არსებობს ნდობის პრობლემა, რა ოკეი, რავი, ეგ მაგ გირჩი კი არა, კაცო, ისეთი ხალხი არიან ოცნებაში რო აქვს თავის ცხოვრება გატარებული და ისინი არიან ეხა აქეთ ამ ხარეს გადმოსულები. თუ მაგას დავინახავ მე, რომ რა ვიცი, გაიაზრეს და რაღაცა იმას დღევანდელ რეალობას რო კიდე ვიღაცა იმათ ყოფს, ანუ არ ვიცი, რაღაცა ნაცკოცად ყოფს და ყველანი ნაცები არიან და იქით კოცები არიან და ეგეთ ჩაოლებრივი რუსული ამბავი არის ჩემთვის. მათ შორის გახარია ზუსტად აი ამ ნარატივის. ხო, არა სწორი არის ეგ ამბავი. ამ შემთხვევაში ანუ ან ხარ აქეთკენ და იქით არიან რუსები, ან ამისი გჯერა თუ მაგისი არ გჯერა, ესე იგი ჩემთან ერთად არ ახარ მაშინ ამ ბრძოლაში და რაღაცა სხვა ბრძოლაში ხარ და ოკეი, ჩემთან ერთად არის ის ბრძოლაში ის ხალხი, ვინც თulis რომ იქით არიან რუსები და აქეთ ვართ ყველა დანარჩენი, ვისაც არ უნდა ამ ქვეყნის გარუსება. დღეს ამ ყველაფრის მერე რაც მოხდა, თუნდაც გავანებოთ არჩევნების მერე როგორც განვითარდა მოვლენები და რაც გააკეთეს რუსებმა ამ ქვეყანაში ადამიანების წამებით დაწყებული და ეხლა რასაც აკეთებენ მარყუჟებს რო უჭერენ და რაღაცა ხმის ამოღების უფლებას რო გართმევენ ამ მოცემულობაში თუ კიდე სადღაც ხარ ჩარჩენილი 13 წლის უკან და გონია რომ ეს არის რაღაცა ნაცების და კოცების ბრძოლა, ჩემი აზრით ან იდიოტი ხარ ან მავნებელი ხარ და ხო ცხადი ახლა მაგის გამო ნდობა ვერ მექნება რა. თუ დავინახე რომ ადამიანს ეს გააზრებული აქვს და მაგ ბრძოლაში არის, კიდევ გავიმეორებ, აქეთ ხარ ეს არის უამრავი ისეთი ადამიანი, რომელიცაც ასევე აქვს ჩემი აზრით ბევრი შეცდომა დაშვებული, იმ თვალსაზრისით რომ ხელი შეუწყო რუსების მიერ ამ ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდება და შემდეგ ამ ძალაუფლების მაქსიმალურ კონსოლიდაციას, მაგრამ რადგან ეს გაიაზრეს და რადგან აქეთ არიან, რა ვიცი, ხმას არ ვიღებ, კაცო, სალომე ზურაბიშვილი არის ეგეთი ხო, ოცნების არჩეული იყო და წელი წლების განმავლობაში, რა ვიცი, ბოლო 2 თუ 3 წელია, როცა ივანიშვილს დაადო ხელი და აკიდა პასუხისმგებლობა, თორემ მანამდე 1 წელი ღარიბაშვილს და ყობახიძეს აბრალებდა, რომ ესენი ვერ მართავენ კარგათო, ხო, მაგრამ რადგან აქეთ არის ეხა და გაავლო ის ხაზი, რომელიც გასავლებდა იძახის, რომ ეს არის იქით არის რუსეთი და აქეთ გადასარჩენი გვაქვეყანა, რავი, მე კი არა, ყველა ოკეია, რომ მასთან თანამშრომლობ და ველაპარაკები და ერთად რაღაცებს ვაკეთებთ, ხო? ხო და მინიმუმ ეგ ხო უნდა დავინახო, ვინც არ უნდა იყოს იმისგან და თუ ეს ჩანს, მაშინ აქეთკენ ვინც გინდა ის იყოს, კაცო, რა მნიშვნელობა აქვს? რა მნიშვნელობა აქვს? ყველა ერთ ნავში ვზივარ და ან ჩავიძირებით ყველა ერთად, ან გადავრჩებით. როდესაც ნდობაზეა საუბარი, რადგან ჩვენ სტუდიაში უკვე იყო გიორგი გახარია და მისგან მოვისმინეთ პროზიციები, ну, რამდენჯერმე ვახსენეთ, მაგრამ, ну, ვიცით მისი პოზიცია და ამიტომ შეგვიძლია დავეყრდნოთ და ისედაც საზოგადოებაში არის კითხვები, აი მაგალითად გახარიამ თქვა, რომ ყველა პოლიტიკური ძალის უკან არის დიდი ფული, აი ესე ახსენებს ის და თქვენ ძალიან მსხვილი შემოწირულობა დადეთ ამ არჩევნებზე, აჩვენეთ, რომ ოცნების შემდეგ ოპოზიციაში ყველაზე მაღალი დაფინანსება გქონდათ. აი ეს ამის მობილიზაცია როგორ შეძელით, ესეც არის კითხვა, რომელიც სოციალურ ქსელებში ყოველ შემთხვევაში აქტიურად ისმის, შეიძლება რუსთაველს კონკრეტულად ჩვენს იმედიაქვთ, რომ საჯაროდ მოვყვებით მაგამ ბავშვს. არა, როგორ მოხერხდა ეს ყოველ შემთხვევაში, რომ ეს დონორი იყო, ვისაც ჯეროდა, რომ საბოლოო ჯამში ეს კოალიციას ჰქონდა გამარჯვების შანსი და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ფანდრაიზინგს აკეთებ და მიდიხარ ადამიანებთან და ელაპარაკები, რომ შენში ჩადონ ფული, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ იმან დაიჯეროს, რომ შენ ხარ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც შეცვლილია გამარჯვება დადოს და კი ვიღაცები ვიპოვეთ, მათ შორის სხვილებიც, რომლებმაც ამ კოალიციაში ჩადეს ფული. ეხლა ვიღაცას თუ აინტერესებს, რომ დეტალებში მოვუყვეთ, ვინამდენი ჩადო, მაგის შანსი არ არის. ანუ მაგაზე რუსთაველზე მკითხა ერთმა და იმასაც რაც იმას უთხარი, შემიძლია იგივე უპასუხო ნებისმიერსაც მაგის კითხვა აქვს. ჩვენ არ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც ეგეთი დონის უსაფრთხოება არსებობს იმ ადამიანებისთვის, რომელიც ფულს დებენ პოლიტიკურ აქტივობაში. ეგეთი ხალხი ძალიან ცოტა არის ამ ქვეყანაში, ძალიან ცოტა არის. მსხვილები განსაკუთრებით, ცოტა არის კი არა, რა ვიცი, ერთხელზე ვერ ჩამოთვლი, იმდენად ცოტა არის. ხო, დანარჩენები არიან არა მსხვილები, მაგრამ რაღაც საშუალოები.
რავი, პრობლემა არის. მე მყოლი ადამიანი, მაგ ჯგუფი, ჩემი Facebook-ი, სადაც 3000 რაღაც ადამიანია, რომლებიც არიან ჩემი დამფინანსებლები, სხვადასხვა ინტენსივობით, სხვადასხვა მასშტაბით, სხვადასხვა პერიოდში ეს ხალხი მე მაძლევდა ფულს და იქიდან რაღაც ნაწილს პრობლემები შეექმნათ მაგის გამო, რაღაც ნაწილს მოუწიათ საერთოდ გაწევა ჩემგანაც და პოლიტიკისგანაც იმის გამო პრობლემები შეუქმნეს. იმიტომ პრობლემებს გიქნო, იმიტომ რომ არ არის. აი, რამდენიმე მაგალითი შეგიძლიათ დაასახელოთ ვინაობის გარეშე. მაგალითად რა სახის პრობლემებს უქმნია? პირველად ჩვენთან იყო აქტიური დაჟე პოლიტიკოსობას ფიქრობდა ადამიანი და ძალიან ბევრ რაღაცაში გვეხმარებოდა, რომელიც რაღაც ისეთ თანამედროვე რაღაც ბიზნესში ყმოდა შევეშოთ ახლა დეტალები რო არ მოყვება არა მოიცნობდა რაღაცა და რომელსაც ყველა პროექტი გაუჩერეს საერთოდ და პრობლემები შეექმნა არ პროექტები გაუჩერეს ნიშნავს რომ სადღაც რომ ძალიან კვალიფიციური ადამიანია მაგრამ მიდიოდა სადღაც და შეელო რაღაც პროექტების გაკეთება და უბრალოდ ეუბნებოდა რომ რავი არა თავ შევიკავებთ და სახელმწიფოსთან იყო დაკავშირებული არა სახელმწიფოსთან არ იყო არა სახელმწიფოსთან არ იყო კერძო ბიზნესში თავიდან ბოლომდე ჩაერია არა რა თქმა უნდა ანუ მარტო სახელმწიფოს ხო არ არის კერძოზე არის ჩვეულებრივი ზეწოლა ვარსაბუს პროექტები საიდან დაფინანსება ბიუჯეტიდან რავი ამ მოცემულობაში რაღაცა საუბარი იმაზე რომ დავემოდი ხა ჩამოთვალეთ ყველა ისინი არა მაგას არავინ არ ჩამოთვალეს არა თქვენ ახსენეთ რომ გკითხათ ადგილს მოსახლეობამ და აი მოინიშნეთ კიდევ კითხვები რამე სხვა არ გამოყოფდით შეგვიძლია მეორე ერთადერთი კითხვებზე სანამ გადავალთ ისევ ამ თემაზე მინდა დავაზუსტო დონორების ეს მსხვილი დონორების კონტექსტში მინდა კითხოთ შეინარჩუნეთ ისინი გარდა იმისა ვიზეც ახლა მსხვილ დონორებზე გეკითხებით. ნიკა გილაური. გილაური გვეხმარებოდა კოალიციას ჯამში. ეხა გვაქვს რაღაცა ურთიერთობა, ფინანსური არ ვიცი რამდენად გვაქვს, მაგრამ რაღაც ურთიერთობა გვაქვს. მე მათ შორის ხა გილაურთან კომუნიკაცია მქონდა მანამდეც, გილაური მე დამხმარებია მანამდეც, არა მარჩევნებამდეც და კომუნიკაცია მქონია, იმიტომ რომ მგონია რომ არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კვალიფიციური ადამიანი ეკონომიკურ საკითხებში და იშვიათი ადამიანი, რომელიცაც შეუძლია გელაპარაკოს ამ ქვეყანაზე რიცხვებში, რა თემაზე, რა სფეროზე. ირაკლი გილაური დავაზუსტებ უბრალოდ ხო არასოდეს არ ვიცნობდა არასოდეს კომუნიკაცია არ მქონია, არასოდეს შეხება. ნიკა გილაურთან მქონდა კომუნიკაცია. ნიკასთან მქონია კომუნიკაცია მანამდეც, ეხაც მაგ კომუნიკაცია, როცა რაღაც ეკონომიკურ საკითხებზე მასთან ერთად ვზივართ ხოლმე და რაღაცებს გავაკეთებდა. სასანქციოში მისი გვარის აღმოჩენამ რაღაც ბევრი კითხვა გააჩინა და მიხედავს ჩემი აზრით თვითონ მსხვილი კომპანიის წარმომადგენელია რამდენიც მე ვიცი, რავი, მოაქვს ამერიკული ფონდებიდან ფული და დებს ამ ქვეყანაში. თუ მას რაღაცა იქ თუ რაღაცა რისკები არის, შენზე უფრო შეწუხდებიან ვიღაცები, ვინც მას ფულს აძლევენ და მიხედავენ თვითონ. ახლა რატომ არ გაქვთ კომუნიკაცია? თუისთან? გილაურთან. ნიკა გილაურთან. ანუ მაქვს უბრალოდ ინტენსიური კომუნიკაცია, არა მაქვს, როგორ ამ კომუნიკაცია მაქვს, რავი, ბოლოს ლაპარაკობდით იმაზე, მაგალითად ტრამპისთვის რატო შეიძლება რომელი ამერიკული კომპანიები შეიძლება იყვნენ, რომლებისაც შეიძლება საინტერესო იყოს საქართველოში ანაკლიის სპორტი და ანაკლიის სპორტთან დაკავშირებული ცენტრალური აზიის ქვეყნები, რომ იქ რაღაცა პრეზენტაცია ქონდა და მოусმინე და რაღაცა იქ რეები არის, რაც შეიძლება საინტერესო იყოს ამერიკელების და კონკრეტულად წლის რო დაწურო მოკლედ წლის განმავლობაში რა რიცხვებში რო გამოსახო რა ფინანსური ინტერესი შეიძლება არსებობდეს ამერიკული კომპანიებისთვის. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოს. ხო, რა თქმა უნდა, კი რა თქმა უნდა, მაგრამ აი კითხობს რომ კითხობს რომ დაუბრუნდეთ რამე თუ დარჩა თუ არის და მეორე ნაწილის გვაქვს მომზადებული. კომუნიკაცია ამორჩელებთან არ არისო ეს პრობლემა არის, მე მგონია რომ აქაც მნიშვნელოვანია რომ ეს კომუნიკაცია იყოს ერთოვანი. კომუნიკაცია არის, მე რაღაცებს ლაპარაკობ და ყველა პოლიტიკური ლიდერი, პოლიტიკური გაერთიანება თუ პარტია რაღაცებს ყოველდღე ლაპარაკობთ. მაგრამ საჭირო არის ეს ტიპის კომუნიკაცია, რომელიც იქნება საგანგებო, არ ვიცი, ამაში მედიის დახმარებაც არის საჭირო. მათ შორის პოლიტიკური დებატები მოითხოვა თქვენმა ამორჩეველმა. დებატები არ არის პრობლემა, დებატები უბრალოდ არ მგონია გამოსავალი. მაგაზეც მოდი მაგას უპასუხებ, მაგრამ კომუნიკაციას რო დაუბრუნდე, იმათ აქ დაწყობილი კომუნიკაცია ესე, რომ დილით გამოვა კობახიძე, რაღაც ბრიფინგს ჩაატარებს, 5-6 რაღაც სიგიჟე სიტყვის და ამას ავრცელებენ მერე ყველა არხებით.
და ეს მესიჯები დადის რაღაცა რიგით ქოცამდე. ადმინისტრაციული რესურსის წარმომადგენლები შემდეგ პოსტავენ, ტროლები. კი, ყველა ერთი და იგივეს ლაპარაკობს, მე ვისთანაც არ უნდა მიხვიდე, ყველა ერთი და იგივეს რაღაცა იმან თუ თქვა რომ დაგვიძახა უსამშობლოები, მთელი დღე ყველა გვეძახის უსამშობლოს. პირობითად ვიძახი რა. აქეთან მხარეს კომუნიკაცია არის სპორადული. ყველა რაღაც თავის რაღაცებს ლაპარაკობს და პლუს არ არის განცდა, რომ ქვეყანაში არის საგანგებო ვითარება. ჩემი აზრით, თავარი პრობლემა ამ კომუნიკაციის არის ის, რომ ჩვენ არ გვაქვს განცდა, რომ ქვეყანაში არის საგანგებო ვითარება. და ეს მათ შორის არ არის მარტო პარტიებზე დამოკიდებული, ეს არის მათ შორის ჩემი აზრით მედიებზეც დამოკიდებული. მე მაგიზიანებს, როდესაც შუადღისას ჩავრთავ რომელიმე არხს, ქართულ არხს და იქ არის რაღაცა გასართობი გადაცემა. მე გამოდივარ წყობიდან, როგორც მართლა გამოდივარ წყობიდან, იმიტომ რომ მე ხან გონია თავი გიჟი, რომ მე ვარ რაღაცა ბაბში გამოკეტილი და გონია რომ რაღაცა თავზე გვექცევა ყველაფერი და რაღაცა გამოსავალი გვაქვს ყველას ერთად მოსაძებნი და ამ დროს ჩართავ არხს და რაღაცა ხდება. მგონია რომ ეგ არასწორი არის. მგონია რომ ყველა მედიან პარტიებიან ყველა არის გადასასწორი რაღაცა საგანგებო მდგომარეობაზე, იმიტომ რომ საგანგებო მდგომარეობა არის ქვეყანაში და არ შეიძლება ეს საგანგებო მდგომარეობა მარტო საღამოს რუსთაველზე იგზნობოდეს და დანარჩენი მთელი დღის განმავლობაში ისევ ცხოვრობდე თითქოს არაფერი არ ხდება. დავიღუპებით ესე ჩემი აზრით. ამიტომ მანდაც არის ჩემი საჭირო ერთი რომ ეს საგანგებო მდგომარეობა გქონდეს ყველას და პლუს ეს კომუნიკაცია გქონდეს რეგულარული და ერთიანი. ყოველ დღე ადამიანებს როგორც ისინი ლაპარაკებიან, ჩვენც უნდა ველაპარაკოთ და აუხსნათ რას ვაკეთებთ, რატო ვაკეთებთ, რას მივახციეთ, სად გვაქვს პრობლემა და ასე შემდეგ. და მაგის გაკეთება არ არის რთული თუ მაგაზე მოხდება შეთანხმება და ერთმანეთში გვექნება ჯერ იმ ხარისხის კომუნიკაცია, რა ხარისხის კომუნიკაციაც უნდა გქონდეს. მარტო მე რომ რაღაცა ვილაპარაკო, მაგას არც ფასი ექნება, არც წონა ექნება, არც მოჭიდება ექნება და არაფერი არ ექნება. უბრალოდ ვიტყვი რომ ფორმულას ყველა ფორმატი ზუსტად ამ მიმართულებას უთმობს თავის ეთერს და დღის განმავლობაში ყველა ფორმატში ისმის ზუსტად. კიდე იყო ორი რაღაცა შემიძლია ამასაც თუ რაღაცა მემარცხენე ძალებს რას უსურვებ. ხო, რომელიც დაფუძნდა 2 დღის წინ. ხო, მე არ მიყვარს მემარცხენე ძალები, მაგრამ ამ ქვეყანაში თუ ჩამოყალიბდება რაღაცა, არ ვიცი, მართლა რაღაცა მემარცხენე ძალა თუ მოძრაობა თუ რაღაცა, რომელთანაც შესაძლებელი იქნება რაღაცა იდეოლოგიური კამათი, კარგი იქნება და არ მიჯერა. ანუ ეხა 2 დღის წინ იყო თუ გუშინ იყო, როდის იყო რაღაცა მოძრაობა და აფუძნეს რაღაცა სოციალ-დემოკრატიული და რატომ არ გჯერათ? იმიტომ რომ არ არის მარტივი გასაკეთებელი და ეხლა მით უმეტეს ამოცელობაში საერთოდ არ არის მარტივი გასაკეთებელი. ზოგადად ამ ქვეყანაში რაღაცა პარტიის გაკეთება ძალიან რთულია, მით უმეტეს იდეოლოგიური რაღაცა ღერძის მქონე პარტიის გაკეთება კიდევ უფრო რთულია და ამ ვითარებაში როცა ეხლა საერთოდ სხვა ტიპის ბრძოლაში ვართ, რაღაცა არჩევნები გვაქვს მოსაპოვებელი და პოლიტპატიმრები ყავს გამოსაშვები ციხიდან და რეჟიმს ვებძით, რომელიც ყოველ დღე ფესვებს კიდევ უფრო ღრმად და ღრმად იდგამს და ადამიანებს აწამებენ, აქ ახლა რაღაცა პარტია შექმნა და ამ პარტიამ შეძლოს დამკვიდრება, თავის გამოჩენა, თავის განსხვავებულობის ჩვენება და რაღაცა ჩემის არის სულად ანუ როგორი რაღაცა არის თუ ქართულ ოცნებას დაასუსტებს რატომაც არა ბატონო ზურა. ანუ ცუდიათ ხო კი არ ვამბობ. არ მჯერა რომ გამოვა. ანუ იმიტომ რომ რაღაცა არ ვიცი დილით დახვდებიან პრეზიდენტს და ესვრიან კვერცხებს და შენ მოგიწევს მაგაზე ლაპარაკი, რომ პრეზიდენტს ესროლეს კვერცხები. საღამოს ვიღაცას გაიტაცებენ და აწამებენ და მოგიწევს ლაპარაკი მაგაზე რომ ვიღაცა გაიტაცეს და აწამეს და ვერ ილაპარაკებ, არ ვიცი რაზე აპირებენ ლაპარაკს, მაგრამ ალბათ ილაპარაკებენ რაღაცა მინიმალურ ხელფასზე და შრომის უფლებებზე რაღაცეებზე. უბრალოდ ბუნებრივად აცდენილი ხარ ამბავს. იქ როცა ადამიანებს აწამებენ და ილაპარაკებენ, რომ თავი თუნდაც რა და შენ ამ დროს დაждები საღამოს და როგორ წარმოგიდგენთ და ლაპარაკობ რაღაცა რატო არის კარგი ეს არ ვიცი მინიმალური რაღაცა ისა ხელფასი ქვეყანაში არა ადეკვატური ხარ, ცდები, აცდენილი ხარ იმ რეალობას, ამიტომ ვიზახი რომ ეხლა კიდე უფრო ზოგადადაც რთულია, მაგრამ ეხლა კიდე უფრო რთულია რომ დაიმკვიდრონ თქო, თორე არაფერი რა ვიცი, წარმატებას უსურვებ რომ პარტია შექმნან და რაღაცა ზოგადად წარმატებას არ უსურვებ. ესე მათ მოტივაციებთან რამე კითხვის ნიშანი გააქვთ? არა, ეს ხალხი რავი რა ვიცნობ მათგან ბევრგანს წლებია ვაკვირდები და რაღაცა ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობის მეტწილად რაღაცა კომუნისტური მსოფლმხედველობის ან კომუნისტთან ახლო მსოფლმხედველობის ხალხი არიან, უბრალოდ როგორც თანამედროვე მსოფლიოში რაღაცა კომუნისტების დაძახება აღარ არის მაინც და მაინც მოდაში და ამიტომ დღევანდელი კომუნისტები საკუთარ თავს სოციალ-დემოკრატებს უძახიან და არა, იქ არის ხალხი რომელსაც არ ერიდება და ეძახის საკუთარ თავს კომუნისტ და არის ხალხი რომელსაც არ ერიდება და კომუნისტია ტროცკის ეძახის საკუთარ თავს, მაგრამ ზოგადად სოციალ-დემოკრატები ირქვავენ იმის გამო, რომ რაღაცა ეს კომუნისტური იდეები, რომელსაც თავის დროზე მარქსი წერდა, იქიდან უდიდესი უმრავლესობა პრაქტიკაში აღმოჩნდა სრული სიგიჟე არ
გაამართლა, არ იმუშავა და ამიტომ რაღაც სახელებს იცვლიან ხოლმე და დღევანდელი სახელი ეგ არის წარმატებას უსურვებ პარტიის შექმნაში, მაგრამ ამაზე არ მინდა დიდი დრო დავკარგოთ, თქვენ თავადვე თქვით, რომ მზად ხართ, უბრალოდ პირობა მინდა მივიღო პოლიტიკური დებატები გჭირდება თქვენმა ამორჩეულმა მოგმართათ. მე არ მჯერა, რომ პოლიტიკური დებატები და მაგას დაუბრუნდებ ეხლა. არ მჯერა, რომ პოლიტიკური დებატები ეხლა საერთოდ რამე გამოსავალი არ. გააჩნია რაზე ვილაპარაკებთ, თუ ვილაპარაკებთ იმაზე, როგორ უნდა ამოვიდეთ ამ სიტუაციიდან, მაგაზე მგონია, რომ კი, მაგაზე უნდა ვილაპარაკოთ და ვილაპარაკოთ საჯარო და მაგაზე შემიძლია. მათ შორის კონკრეტულ გეგმას გთხოვენ თქვენ მოსავალზე ყოფები. კი, მაგაზე შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ იმის თქმა მინდა, ეხლა პოლიტიკური დებატი იდეოლოგიურ საკითხებზე, ჩემი აზრით არის მე მგონია, რომ სისტემა ბატონო ზურაბაც თქვენ მოისმინეთ, ერთ-ერთი ქალბატონი ამბობდა, გავიგე, ყოველდღე გამოვდივარ, არ ვიღლები, არ ვუშინდები ჯარიმებს, სიცივეს, ძალადობას და მე რომ მოვდივარ ზურა ჯაფარიძემ მითხრას კონკრეტული გეგმა რა არის. ოკეი, გეგმაზე თუ ვილაპარაკებ და ვიკამათებ საჯარო და მაგაზე თუ იქნება დებატი, პირიქით, ეგ არის კარგი და ეგ არის წამალი. და ეგ სწორი არის. მე ვიძახი რომ პოლიტიკური დებატები, კიდე გავიმეორებ, პოლიტიკური დებატი ეხლა არ ვიცი, რა ვიცი, ჩემი აზრით ამ ქვეყანაში არის უბოროტესი ნარკოპოლიტიკა, მაგრამ ეხლა მე დამსვა და მალაპარაკო ნარკოპოლიტიკაზე და ვიკამათო ვიღაცასთან ესე უნდა იყოს, ისე უნდა იყოს, გონია რომ არაადეკვატურობის ზენიტია. მიკამათია წლები მაგაზე, ბევრ რაღაცაზე მიკამათია წლების განმავლობაში, მაგრამ ეხლა მგონია რომ საერთოდ აცნერი რეალობას, მათ შორის ის რომ ეგ რაღაცა ეხლა წამალი არის, არ არის ეგ წამალი. ჯერთი დიქტატურა საქართველოში არ არის, საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც დიქტატურის დამყარების ცდელობა არის. კაცობრიობას აქვს უამრავი ამისი გამოცდილება და არსებობენ ადამიანები, რომელთაც ეს რაღაცები აქვს შესწავლილი და მათ შორის შესწავლილი აქვს ის, როგორ უნდა ებრძოლო ესეთ ტიპის დიქტატურებს. და რა გზები არსებობს ერთის მხრიდან, მეორეს მხრიდან რა შეცდომები დაუშვიათ ვიღაცებს სადღაც და ის შეცდომები არ უნდა დაუშვა. და არ შეიძლება ყველაფერზე რაღაცა ველოსიპედი ვიგონოთ და ჩვენ თვითონ ვდგავართ და მოვიგონოთ, რომ ეხლა რაღაცა ჩემი აზრით გამოსავალი იქნება, რაღაცა დებატი თუ იქნება პოლიტიკურ პარტიებს შორის. ვერ სადეგეთ რაღაცას ვერ ნახავთ, რომ რაღაცა ეგ იყო პრობლემა, რომ დებატები არ იყო და ამიტომ დიქტატურა ვერ დაამარცხეს. ან სადღაც დებატი იყო რაღაცა იმაზე იდეოლოგიურ საკითხებზე და ამან დაამარცხა დიქტატურა. ეგ არის სული სისულელი, ანუ მაგის არ ვიცი, იგუგლება, წიგნებია და რაღაცების მოფიქრებას და მოგონებას და ველოსიპედის ხელახლა იმას ჯობია რომ რაღაცა წავიკითხო და ვნახო. ჩემი აზრით რაც არის გასაკეთებელი, არის ისო სანახავი არის, რასაც რა ვიცი, მე ვცდილობ რომ ჩაუჯდე როცა დრო მაგ და სანახავი არის რა გზა გაიარა რუსეთმა, იმიტომ იგივე გზას გავდივარ და იგივე ხალხს ვებძვით ეხლა და იგივე გზა იმ გაგებით არის, რომ იქაც მიიღეს რუსული კანონი, იქაც 2011-2012 წელს იყო ძალიან ბევრი ხალხი ქუჩაში, იქაც რა ვიცი, ზეიმობდნენ, ისა ესა, აქ იყვნენ რუსები, რომელთაც მე მილაპარაკე, რომლებიც გაიქცენ ახლა ამ ქვეყნიდან, იმიტომ რომ ეშინიათ რომ ესენი დაადეპორტებენ რუსეთში და თავს უკრავენ უკრაინის ომში. წერია იქ რა შეცდომები დაუშვა რუსულმა ოპოზიციამ, რუსულმა სამოქალაქო სექტორმა და რუსულმა პროტესტმა. მინიმუმ ეგ არ უნდა გავიმეოროთ, რომ იმედი რომ მინიმუმ შანსი გქონდეს, რომ იგივეთი არ დავამთავრებთ, ხო? ჩვენი ფორმატის მიზანიც ის არის, რომ სწორი კომუნიკაცია დამყარდეს საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს შორის და მოდით აი მეორე ნაწილსაც მოусმინოთ. ოკეი, და მე გეგმასაც დავუბრუნდეთ რა. კი ბატონო. უფრო მეტად დადგნენ ხალხის გვერდით, ვიდრე არიან, ყველანაირი ძალა გამოიყენონ იმისათვის, რომ მხოლოდ ადამიანებმა არ იფიქრონ, რომ დაუშვათ თავიანთ სკამებზე ფიქრობენ ადამიანები და თავიანთ მომავალზე. ჩვენ გვჭირდება გვერდში დგომა, ანუ გვჭირდება ჩვენი ოჯახის წევრების დაბრუნება, როგორც მე, ასევე დანარჩენი პოლიტპატიმრის ოჯახის წევრებს. თქვენ ხართ ანრი კვარაცხელიას მეუღლე, კონკრეტულად რას გულისხმობთ უფრო მეტ თანადგომაში? მაგალითად, აქ როდესაც ამდენი ადამიანი იკრიბება, 100,000-ობით ადამიანი და უფრო მეტიც კი, უფრო მეტად არის საჭირო ჩაერთონ. რამოდენიმე პოლიტიკოს გამოყვავდი, რომელიც მუდამ ჩვენს გვერდით არის, ასე რომ ვთქვათ, მაგალითად ნიკა მელია და ასე შემდეგ, რამოდენიმე შემიძლია თითზე ჩამოსაცვლელად რომ მოვიყვანო, მაგრამ დანარჩენებს უბრალოდ ვხედავ, რომ პასიურობენ. კარგი იქნებოდა მეტი აქტიურობა, საზოგადოებაში გამოსვლა, მათი მხარდაჭერის შეგრძნება არ გვაწყენდა ნამდვილად. აი ზურა დადის ხოლმე აქციებზე, უფრო მეტ ჩართულობაში რას გულისხმობთ, კონკრეტული რამე საყვედური? ზურასგან პრეტენზია ნამდვილად არ აქვს ბატონ ზურასთან. სხვა დანარჩენს გულისხმობ. 54 ადამიანი უკვე მეტი თუ არ ვწდები არის დაპატიმრებული და ჩემთვის იქნებოდა კარგი და ყველასთვის და ეგ მოლოდინი გვაქვს, რომ მეტი ვილაპარაკოთ ამ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს ნაცვლად არიან საპროფილეში და არიან ივანიშვილის ტყვეები.
პროპაგანდასთან ბრძოლად მუშაობენ თუ არა რეგიონებში და ინფორმაციის გავრცელების კუთხით რას აკეთებენ პოლიტიკოსებსაც და ხალხსაც სამუშაო გვაქვს რეგიონებზე აუცილებლად. ყველაზე მეტად რომელი მითია დასამსხვრევი თქვენი აზრით ოპოზიციის მხრიდან? რომელი და მშვიდობას რო ირჩევს ქოცები. Არა ეს არის აბსურდი თან, მაგრამ რადგან ომგამოვლილი ქვეყანა ვართ და ტრავმირებული ქვეყანა ვართ, ამის ის ჯერად. ფართო მასშტაბებზე უნდა გაიტანონ ჩვენი პრობლემა, ანუ მხოლოდ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა არ უნდა ეცადოს რამის გაკეთება. ანუ აქ გულისხმობთ საერთაშორისო მასშტაბსაც თუ რეგიონებსაც, იმიტომ რომ არის ხოლმე მოსაზრებები, რომ რეგიონებში არ აქტიურობენ. კი ბატონო, რეგიონებთან, ანუ ჩასვლა და შეხვედრა ხალხთან არის ძალიან მნიშვნელოვანი, არის საზოგადოების რაღაც ნაწილი, რომელსაც მაინც არ ესმის რა პრობლემასთან გვაქვს საქმე. აი პარტიას არ ვემსახურებით რეალურად აქ ქვეყნის სამსახურში ვართ, ეს რომ გააგებინონ ხალხს. პირდაპირ თქვენ კითხვებზე გადავიდეთ. ამ რაღაცებზე ბევრჯერ მაქვს ნალაპარაკები. ეს რეგიონებში ჩასვლა რატოღაც წარმოუდგენიათ, რომ ჩახვა რეგიონში და რაღაცა სხვა ხალხი გამოვა და დაელაპარაკებინა. არ ხდება ეგრე, ბევრგან ვარ ნამყოფი, მოულილი მაქვს ძალიან დიდი ნაწილი საქართველოს. ჩემი გამოცდილება არის ვშავდიო მსხვილ ქალაქებში, როგორც არის ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, მან კიდე რაღაც რაოდენობის ადამიანები გამოდიან, რომელსაც საშუალება გაქვს, რომ ფიზიკურად შეხვდე და ელაპარაკო, მათ შორის კითხვები აქვს რაღაცებზე უპასუხო. სხვა უფრო ისეთ დასახლებებში მე ჩემი გამოცდილება არის ვიღაცა სხვა თუ შეიძლება ჩადიოდეს სხვა პოლიტიკურ ლიდერებში და სხვანაირი ამბავი იყოს, მაგრამ მე რო ჩავდივარ, კომუნიკაციის პრობლემა არის ის, რომ ადამიანებს ეშინია და არ გამოდიან და ვერ ხვდები და ვერ ველაპარაკები. იქ სადაც გამოდიან და ხვდები და ველაპარაკები, იმ ადამიანების 99%-ს არაფერში დარწმუნება და ახსნა არ ჭირდება, ისედაც არიან ის ადამიანები, ვისაც უბრალოდ რაღაცა არის ჩემ გაცნობა უნდა, ხელის ჩამორთმევა უნდა და გასაუბრება უნდა ჩემთან, თორე რამეში დარწმუნება იმ ხალხს არ ჭირდება. ანუ ის ადამიანები, ვისაც წარმოუდგენიათ, რომ ჩახვალ რეგიონში და შეხვდები და გადაარწმუნებ რაღაცაზე, ეს ადამიანები შეხვედრაზე არ მოდიან, მე ფიზიკურად ვერ ხვდები. ამიტომ თქვენ რომ მიხვიდეთ კარდაკარ კამპანიის ფარგლებში. აუ მიულია კარდაკარაც, მაგრამ ის არის ჯერთი ის ხო არის ხარჯ ეფექტიანობა ხო არის, ანუ რაღაცა შემიძლია რაღაცა არ ვიცი, დავждე და ერთ დღეში ვიდეო ჩავწერო, რომელსაც დავდებ სოციალურ ქსელებში და იმას ნახავს, არ ვიცი, 10,000 ადამიანი. ან სოფელში ნათელაბებოს არ აქვს YouTube და Facebook-ი. ხო და მაგას ვამბობ, ანუ ერთი დღის განმავლობაში შემიძლია, არ ვიცი, 20 ოჯახს კარდაკარეს შეხვდე და ველაპარაკო, მიკეთებია ეგეც. ან შემიძლია 10,000 ადამიანს გავაგებინო და ხარჯ ეფექტიანობის ამბავი. ჩემზე ვიძახი, მე ჩემზე მაქვს ლაპარაკი, ის ანიშნავს, რომ არც ერთ პოლიტიკურ ზედაპირზე ჩემი გამოცდილება არის ეს, რომ მე ესე გამომდის და სხვათა არ გამომდის. ფრონტის მითს ვერ დაამსხვრევდით, აი ესე თუნდაც პირდაპირ კომუნიკაციით, კვლევებმაც აჩვენა, რომ რაღაც ფაქტორი იყო ეს, რომ რატომ არის არჩევნების წინა პერიოდში, როცა მართლა დავდიოდით და პერიოდს დავდიოდით ჩვენ რეგიონებში, იშვიათი შემთხვევები იყო, ჯერ ერთი არ იყო ესე, რომ რაღაცა ეგ იყო მთავარი თემა დისკუსიის. მთავარი თემა დისკუსიის ყოველთვის იყო, როგორ აპირებთ გამარჯვებას. ან მთავარი რა შესჭირდებოდა ადამიანების დარწმუნება იყო ის, რომ ოპოზიცია ჯამში შეძლებს დაამარცხოს ივანიშვილი. და რაღაცნაირად ეგ რწმენა გაგეჩინა ადამიანებს, რომ მაგის შანსი და რესურსი გვაქვს. და რამდენჯერმე იყო ეგ შემთხვევა, როდესაც კითხეს, რომ რაღაცა ის ომის თემაზე ეს რო არისო და რაღაცა აი მეზობელს ველაპარაკები და ვერ გავაგებინო, სადაც აუხსენით, რომ რაღაცა მე მაგათაშ შემოყვადა ხოლმე უკრაინის მაგალითი, რომელსაც ყველაფერი დათმო და მიუხედავად ამისა მაინც შეიჭარ რუსეთი, ერთი და რაღაც არგუმენტები რაც ქონდა მოყავდა, მაგრამ ეგეთ იყო რამდენიმე შემთხვევა, მე რაც თქვი და მე ჩაიხვიეს იყო ის, რომ არავის არ ქონდა რაღაცა მოკლე ეფექტური მესიჯი, რომლითაც რაღაცა აბა ომი გინდაზე ასევე მოკლედ გაცემდი პასუხს. და ეგ არავის არ ქონდა ვინმეს რო გაეჟღერებინა თუნდაც ერთხელ მაინც სადღაც რაღაცა ყველა ჩავლევდა მაგას გამოიყენებდა, მაგრამ არ იყო პირიქით ამბავი იყო, რომ რაღაც ადამიანს თუ ხო გარშემო გეყოლებათ ადამიანი, რომელსაც ძაღლის ეშინია. გეყოლებათ ადამიანი ხო? ხო, რამდენიც არ უნდა ელაპარაკოთ ამ ადამიანს ახლა რომ რაღაცა ძაღლი არ გიკმეს რაღაცა, შანსი არ არის, არ ეშინია ადამიანს, ხო? ან რა ვიცი, ადამიანს კлауსტროფობია აქვს, რამდენიც არ უნდა ელაპარაკოთ. რატო ადამიანები ფობიებს ამარცხებენ თუ სწორად მიუდგებით და გარუმარტავს? უბრალოდ ახსნა რატომ ვერ მოძებნა ოპოზიცია? თუ და ჩაუტარებ და ატარებ რამდენიმე თვე კურსებზე, მას შესაძლებელია, მაგრამ არასდროს ბატონო, თქვენს ნაცვლად ვის უნდა მოეფიქრებინა ის, რომ თუ თქვენ გაიმარჯვებდით არჩევნებში, ომს არ დაიწყებდით, ეს მესიჯ ბოქსი რომ შეგემუშავებინა? მაგაზე არც იყო ლაპარაკი, რომ ჩვენ თუ გავიმარჯვებთ ომს
როდის არ დავიწყებდით, ეგ ისეთ მაგაზად ლაპარაკი არ იყო. ამაში დაარწმუნეს ხალხი. 20 საზრდოობს ამით. ეგ არ იყო მაშინ აბა ომი გინდათ ნიშნავდა რომ ჩვენ თუ არ ვიქნებით ხელისუფლებაში რუსები შემოჯრიგინდებიან აქ ტანკებით. ჩვენ კი არ დავიწყებით რუსები შემოჯრიგინდებიან აქ ტანკებით. მაგის საწინააღმდეგოდ რასაც უხსნიდით არგუმენტები რაც იყო ვისაც უხსნით ყველას ესმოდა. ოღონდ ეგ არის ვრცელი საუბარი და ეგ არ არის მოკლე მესიჯი რომელსაც ბანერზე დაწერ. მაგაზე მაქვს ლაპარაკი თორე ახსნით ვისაც კი ეგ აინტერესებდა ბევრგან რა შეხვედრების დროს გვაქვს ახსნილი და გარდა მაგისა ეთერებში მაქვს მე ახსნილი როცა ეგ თემა წამოწევლიყო წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ხო აი საყვედურობენ რომ ეთერები და YouTube და Facebook-ი არ არის საკვალისო ცოტა დრო გვაქვს და პოლიტპატიმრებზე კითხეს და სინამდვილეში კიდევაც საუბარი ძალიან სინამდვილეში ადამიანების ის ნაწილი რომლებმაც ნახეს რაც ხდებოდა პირველ პერიოდში ქვეყანაში მათ შორის ნახეს ადამიანების წამება ნახეს ადამიანების ციხეში გამოკეტვა არაფრის გულისთვის მათ შორის არის ნარკოტიკების ჩადება პოლიციელების გალაწუნების გულისთვის ადამიანი კი ნაღამ სიკვდილამდე მიიყვანეს და ეს ყველაფერი ვინც ნახა და მაგის მერე კიდე რჩება იქით ხარეს მათი ყველას არა ცხადი ომის ეშინია მეც მეშინია ჩვენს ყველას გვეშინია ომის მაგრამ მაგ ადამიანების ხრიდან მათი აბსოლუტური უმრავლესობის ხრიდან საუბარი იმაზე რომ იქით ხარეს იმიტომ არიან რომ ომის ეშინია წინამდვილეში არის ამ მთელი ამ ამორალურობის გამართლება სხვანაირად ამას ვერ ამართლებენ სინამდვილეში მათ ჭირდებათ სალაპარაკოდ მეზობელი რო ეტყვის რომ ამათ ხარეს კიდე რანაირად ხარ და არ ვიცი ფოტოს ანახებს თავპირ დალეწილი ადამიანის და ამის და იმის და კიდე რანახარ რაღაცით ხო უნდა რაღაცა უნდა დააყენოს უფრო მაღალი მნიშვნელობის რატო არის იქითკენ და მაგით იმართლებენ არ მართლა იმს კი არ არის რომ რაღაცა ის იმას კი რომ რომის არეშნათ ადამიანებს ცხადია ადამიანებს ომის ეში ყველას გვეშენია ომი არავის არ გვინდა მაგრამ მათთვის ეგ პასუხი არის უბრალოდ პასუხი რომელთაც გადაფარავენ ნებისმიერ ამორალურობას მაგის თქმა მინდა და ეს ასე არის რა დაგვრჩა პოლიტპატიმრებზე კითხეს ძალიან მოკლედ რადგან უბრალოდ არ გამოვტოთ ძალიან მოკლედ პოლიტპატიმრები და გეგმა თქვენი როგორია პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის ერთ-ერთი შანსი არის ამ ხელისუფლების ცვლილება ანუ ახალი არჩევნები ახალი წესებით ახალი ადმინისტრაციით და პოლიტპატიმრები გათავისუფლებენ მხოლოდ მაგ შემთხვევაში ერთადერთი გზა ეგ არის ანუ მაგის იმედი რომ პოლიტპატიმრებს ესენი გათავისუფლებენ არ უნდა ქონდეს გეგმა მოკლედ ვიტყვი ძალიან მოკლედ ვიტყვი რა ზოგად კონტურებს ვიტყვი რა გეგმა რომელსაც ჭირდება ასევე ჩემს ერთობა არის ის რომ რაზე დგას რეჟიმი, რაზეც დგას იმ რაღაცებს უნდა დაარტყა. ეს რეჟიმი დგას ერთი ფულზე, მეორე დგას კონკრეტულ რაღაცა ელიტაზე, იქნება ეს მოსამართლეები, იქნება ეს პროპაგანდისტები, იქნება ეს მხარება და მისი მოძალადები თავს შემდეგ და მესამე ეს არის აი ეს ადამიანები, რომლებიც ომის შიშით თვითონ ამართლებენ ნებისმიერ საზიზღრობას და ყველანაირ ამორალურობას. სინამდვილეში არის ეს სამი ძირითადი სვეტი, რომლებიც არის დასარტყმელი. ოღონდ და ამით დავამთავრებ, ანუ როგორ უნდა დავარტყოთ მაგაზე შევვილაპარაკოთ და რავი თუ მომიწოთ მე შემიძლია ამაზე ვილაპარაკო, მაგრამ ამ რაღაცებზე დარტყმა არ გამოვა ისე რომ ჩვენ დავრჩეთ კომფორტის ზონაში. არ გამოვა, შეუძლებელია. იმიტომ რომ ეს რეჟიმი იკვებება ჩვენ ცხოვრობთ ამ ქვეყანაში, ჩვენ ვიხდით გადასახადებს და ჩვენი გადასახადებით ფინანსდება ამ ყველაფრის შენახვა. ამიტომ ჩვენც აღმოჩნდებით სულ მდგომარეობაში. ჩვენი მდგომარეობაც გაუარესდება და ეს არის ბუნებრივი და ამაზე უნდა ვიყოთ მზად რომ წავიდეთ და მხოლოდ ესე შეიძლება ეს ცოტები გამოაცალო ამ რეჟიმს და ჩამოშალო. ხო, ეს არის გასაკეთებელი, ოღონდ ამის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ ერთობით. ცალკე ერთეთი პოლიტიკოსი, ერთეთი პოლიტიკური ძალა მას ვერ გააკეთებს. მადლობა ზურაბ გირჩის ჯაფარიძეს პასუხობდა და ხალხის და ჩვენ შეკითხვებსაც გადავაჭერბეთ ყველანაირად დროს მაყურებელი უნდა დარჩეს ფორმულაზე დაკარგული დრო დაიწყება სულ რამდენიმე წუთში. ჩვენ ხუჩაბათამდე გემშვიდობებით. მადლობა რომ გვიყურეთ. მადლობა.